ბიჭებო, ნახეთ, ჩვენი ბიზნესი ტელევიზორშიც კი გავარდა უკვე. ვა, ბიჭო, მიდი ჩართია ბერთი. კაი, აბა გაჩვენით რომ გავიგოთ ერთ მოვისმინოთ ბრატ. მოგესალმებით, მე ვარ კალბასაჟურა და დღეს უნდა გადავიხილოთ ახალი ბიზნესი, რომელიც ამ სამმა ბავშვმა გამოუშვა და მოკლედ მათ ბიზნესს ქვია საკარა, ძალიან დაბალ ფასებში შეყიდიან რაღაცებს და მოკლედ აუცილებლად გამოიწერეთ რაღაც ნივთები იმ საიტიდან. ასევე მე ისინი დავპატიჟე და წესით მალე ჩაგვერთვებიან ჩვენს შოუში. მოგესალმებით, გამარჯობა ბატონო კალბასაჟურა და დღეს მოკლედ თქვენ მოგვიწვიეთ თქვენს ასე რომ ვთქვათ შოუში და ჩვენც მოვედით. კი, ნამდვილად მოგიწვიეთ და ეს იმიტომ მოგიწვიეთ, რომ რამოდენიმე კითხვები მაქვს თქვენთან და რა თქმა უნდა თქვენ ბიზნესთან. კაი, მიდი გამომუში კითხვები აბა. მოკლედ პირველი კითხვა თქვენ, რა თქმა უნდა თქვენ ბიზნესის შესახებ, საერთოდ რატომ დაიწყეთ ეს ბიზნესი, ვისი წამოწყობილია და მოკლედ საიდან რა საერთოდ? მოკლედ მე გაგცემთ ამაზე პასუხს რა. ეს ბიზნესი მე დავიწყე ჩემ მეგობრებთან ერთად. ამათმა იდეა მომაწოდეს და ჩემი ფულით გავაკეთეთ, რადგან ბაბუაჩემმა ფული დაგვიტოვა საკაიფოდ რა. ამიტომ ეს ბიზნესი ჩვენ დავიწყეთ ერთად, მაგრამ ნუ ჩემი დახმარებით რა თქმა უნდა ამ ბიჭების დახმარებითაც. მეტი ასეთი ბავშვები გვჭირდება, აი ხო ხედავთ რა, დიდი კაცებს არ აქვს ეგეთი მაგარი ბიზნესი. დაბალ ფასებში ყიდიან ძალიან ძვირიან აიტემებს რა, ნივთებს. ხო, მაგალითად, პულტერი მანქანა 200 ლერის მაგივრად 139 ლარად არის რა. ჩემი აზრით მშვენიერია. ბიჭო არა და ეგ წინაზე 20 ლარად ვიყიდეთ. კაი ბიჭებო, მადლობა რომ მობრძანდით, გემშვიდობებით, მადლობა ინტერვიუსთვის და ნუ წესით ყველა კითხვას გაიცით პასუხი. ნახვამდის რა თქვენ და მადლობა რომ მოყვებით. აბა ნახვამდის ბატონო კალბასაჟურა. ბიჭებო, წესით კაი ინტერვიუ გავაკეთეთ ხო რა ვიცი, მაგრამ ჩემით კაი იყო. კი ბრატ, მე მომეწონა რა მე ბრატ. ყველა კითხვის პასუხი გავაცით და თან კალბასაჟურამ გააპიარა კიდეც ჩვენი ბიზნესი. ბაზარი არა, ძმა ეხა უფრო ბევრი ვიღაც გამოიწერენ. არა და რეალურად რო პიკით ფული ერთმევეთ ეგეც არ იციან. ხო, ბაზარი არა ბრატ, იმენა. კაი, მოდი ბიზნესის თემებს ცოტა შევეშვათ და რამე გავაკეთოთ რა. და მაინც რა გავაკეთოთ? რამე მოვიფიქროთ, ანუ იმის რამე გავაკეთებინოთ. ბიჭო, ვაფშე აი ამ ხეზე რამის სახლი ხო რა ვაშენებინოთ ვინმეს პატარა ხის სახლებით რაღაცა. აუ ბიჭო, იმენა გენიოსი ხარ. ძავალ მამა ჩემს ვეტყვი და იქნება ვინმე გამოიძახოს. აუ მამატო, ისა ხეზე რა ვინმეს რო სახლი აშენებინო პატარა ხის სახლი არ შეიძლება. ო, შვილო, რატომაც არა, იქნება მე ჩამოვიდე ხოლმე კაცო. ისა მამაში რა მაგარ ჩაზმარული ხარ, რა იყო და სადმებიდი ხარ? არა შვილო, თვითონ წავიდე, უბრალოდ რავი, თავის რა ხალხასაცმელები მოვიზობე რა. ო, კაი, წავედი მე მაშინ რა. კაი შვილო, მიდი მე იქ დავრეკო. შვილო, გელა წამოდი ჭამე. აუ დედა, კაი რა, გარეთ გავდივარ. არა შვილო, დღეს ვაფშე არ გიჭამია და გამოიხი აქეთ ოთახში და ჭამე. კაი, ხო მოვდივარ. შვილო, მიდი ხარ გამაბრაზო, და ჭამე ეხლავე, თორე არც აგიშნებს არავინ იქ ხის სახლს. კაი, მამა წავალ შევჭამ რა. ბიჭო, აბა რა ხდება, იო? ხო, ისა მამა ჩემა კიო, ხომა. კი, კაცო, კი აგიშენებთ რავი, მე თუ არა ვინმეს დაგვიკავ რა. აშენებენ რა, თქვენ დაიკეთეთ. კაი, მამა. ბიჭო, ეხა წავედი რა, მე უნდა ვჭამო და ჩემი მეძახის გამოდი თორე ვაფშე გარეთ აღარ გიშვებო და რავი, წავალ შევჭამ რა. მიდი აბა შენ. კაი, ბიჭო, წავედი მეც რა. მე შევჭამ რა მის ჩემს სახლში. აბა ჰე. კაი, აბა ჰე ბიჭო. აბა ჰე.